გერმანიაში ორი არაკომერციული ორგანიზაცია, გერმანიის დემოკრატიის ანგარიშგების საერთაშორისო ორგანიზაცია და სამოქალაქო უფლებების საზოგადოება უკვე აპირებს, რომ შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და როგორც ისინი აცხადებენ, მათ სურს, რომ პლატფორმა X-მა მისცეს მონაცემებზე წვდომა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახდენს საზოგადოების განწყობებზე გავლენას პლატფორმა X-ზე გავრცელებული ინფორმაცია და ისინი აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში შეიტანენ სარჩელს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც გავრცელდა ოფიციალურ ვებგვერდზე და ამავდროულად ისინი აცხადებენ იმას, რომ მოითხოვენ გერმანიის რეგიონალური სასამართლოსგან, რომ მათ დროებით გამოსცენ განკარგულება იმისათვის, რომ პლატფორმა X-ის მონაცემებზე ჰქონდეთ წვდომა. პლატფორმა X-ის მონაცემები ჩართული იქნება უფრო ფართო კვლევაში, ეს იქნება სამწლიანი კვლევითი პროექტი, რომელიც უკვე შეისწავლის ონლაინ პლატფორმებზე პოლიტიკურ დისკურსს არჩევნების წინ, რამდენიმე ძირითადი არჩევნების წინ და მათ შორის იქნება შარშანდელი ევროპარლამენტის არჩევნები და ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს უკვე პლატფორმა X-ის წინააღმდეგ, აცხადებენ, რომ ეს იქნება პირველი სარჩელი გერმანიაში და სავარაუდოდ მთელ ევროკავშირში, როდესაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომისთვის სარჩელი შეაქვთ ორგანიზაციებს სოციალური მედიის პლატფორმის წინააღმდეგ და ამავდროულად ევროკავშირმა 2025 წლის 17 იანვარს მიმართა დამატებით საგამოძიებო ზომებს პლატფორმა X-ის წინააღმდეგ და როგორც ისინი აცხადებენ, სავარაუდოდ პლატფორმა X-ი არ ემორჩილება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს და სწორედ ამიტომ აუცილებელი არის, რომ დროულად გამოიძიონ ეს საკითხი და ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის მიხედვით სოციალური მედიის დიდი სოციალური მედიის პლატფორმები ვალდებულები არიან იმაში, რომ გაუზიარონ მათ საკუთარი რეგულაცია, საკუთარი ალგორითმი როგორ მუშაობს, ეს არის რეგულაციების მიხედვით დადგენილი კანონი და აუცილებელი არის, რომ ეს ინფორმაცია იყოს გაზიარებული ასევე კვლევებისთვისაც, თუმცა როგორც ჩანს, პლატფორმა X-ი არ ემორჩილება ამ რეგულაციებს და სწორედ ამიტომ როგორც ორგანიზაციები, ასევე ევროკომისიაც გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავენ და ევროკომისიაში დაიწყო კიდევაც გამოძიება ამასთან დაკავშირებით და ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ პლატფორმა X-ში განუცხადეს მათ ის, რომ თუ მონაცემებზე წვდომა სურთ, აუცილებელი არის, რომ ყოველთვიურად $5,000 გადაიხადონ და ამასთან დაკავშირებით ისინი აცხადებენ, რომ ეს არის შეუძლებელი და დაუშვებელიც არის, რომ სოციალური მედიის პლატფორმამ ასეთი დიდი თანხა მოითხოვოს ორგანიზაციებისგან, რომლებსაც კვლევებისთვის სჭირდებათ ინფორმაცია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მით უფრო არჩევნების წინ და გერმანიაში უკვე საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება 23 თებერვალს ჩატარდება და სწორედ ამიტომ არაერთი ორგანიზაცია ატარებს მონიტორინგს სოციალური ქსელების, მათ შორის არის პლატფორმა X-ისაც, თუ რა გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და სწორედ ამასთან დაკავშირებით არაერთი წყარო ავრცელებს, რომ პროპაგანდისტული გვერდები ავრცელებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ქალების ფოტოებს, რომლებიც მათ მოუწოდებენ, რომ ხმა მისცენ ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელთან დაკავშირებითაც გერმანიის დაზვერვა საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის ადგილობრივი ღვთა ექსტრემისტული ორგანიზაციაა და დემოკრატიის შესაძლო საფრთხე არის და ამავდროულად გერმანიაში ასევე ბევრი შიშობს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის ნაცისტური პარტიის იდეებს იზიარებს და სწორედ ამიტომ შემუშავდა ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი რამდენიმე წლის წინ, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს არ მისცენ უფლება, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ საკუთარ გვერდებზე, თუმცა როგორც ჩანს, ილონ მასკი და პლატფორმა X-ი ამ რეგულაციებს არ ემორჩილებიან.